ყველაფერი დაიწყო ძალიან ჩვეულებრივად. ერთ ცნობის მოყარე და გონიერ მამაკაცს ძალიან შეუყვარდა კომპიუტერი. თუმცა მოუყვეთ თავიდან. ჩვენი გმირი ძალიან იყო დაინტერესებული ტექნიკით. იგი ყველაფერს აკვირდებოდა. ყველანაირი აპარატის მუშაობით ინტერესდებოდა და მექანიზმებს სწავლობდა. მოკლედ მისთვის გამოუხსნელი არაფერი რჩებოდა. ახალი ხილით ჩვენი გმირი განსაკუთრებით დაინტერესდა. მან სასწრაფოდ მოკიდა ხელი საქმეს და კომპიუტერის ყველა დეტალი საგულდაგულოდ შეისწავლა. მცირე დროში. საკუთარი ნიჭით თვითონაც კმაყოფილი დარჩა იქამდე, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს კომპიუტერის ერთ-ერთი გვერდი არაფრით არ დამორჩილა და არ გაიხსნა. ჩვენი გმირი ჯერ გაბრაზდა. შემდეგ დაინტერესდა და წარმატებასაც მიაღწია. მოკლედ, მალე ჩვენს გმირს ახალი ინტერესი გაუჩნდა. კომპიუტერებში აკრძალული პროგრამების გატეხვა. უკაცრავად, აკრძალული პროგრამების გახსნა. ასე ჩამოყალიბდა ჩვენი გმირი ჯერ დამწყებ, ბოლოს კი პროფესიონალ ჰაკერად. ნელ-ნელა ჩვენი გმირი იმასაც მიხვდა, რომ თავისი ნიჭის წყალობით მას ფულის შოვნის რეალური საშუალება ჰქონდა. ასე უმტკივნეულოდ გრძელდებოდა მისი ცხოვრება იქამდე, ვიდრე მასთან სოლიდური სტუმარი არ მივიდა და სოლიდური გვერდის გატეხვაში სოლიდური თანხა არ შეთავაზა. ჩვენი შემკვეთის თხოვნა საკმაოდ საეჭვო იყო, თუმცა არც თანხა იყო მცირე. მოკლედ, შეკვეთის შესასრულებლად ჩვენი გმირი დღე და ღამეს ასწორებდა. ბოლოს და ბოლოს მან შეუძლებელი შეძლო. სამწუხაროდ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. პროგრამის გატეხვიდან ძალიან მოკლე დროში მისი პიროვნებით გარკვეული პროფესიის თანამშრომლები დაინტერესდა. ასე რომ იძაბება სიტუაცია და ჩვენი გმირი საკმაოდ არასასიამოვნო მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამწუხაროდ. ჰაკერები არის ხალხი, რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვა საშუალებებით დააზიანონ, გატეხონ, ასე ვთქვათ, როგორც კომპიუტერული საიტები, ასევე კომპიუტერული პროგრამები და ეს ყველაფერი გამოიყენონ თავიანთი ინტერესებისთვის. ვირუსი შეუძლია ნებისმიერ დამწყებ პროგრამის დაწეროს და ეს უბრალოდ თვით დამკვიდრების და მომენტი უფრო აქვს ვიდრე ჰაკერობის, თქვა. ჰაკერობას უფრო სხვა ინტერესები აქვს, ვირუსის დამწერს უფრო სხვა ინტერესი აქვს. მე ეგრე გამოყოფდი ამ ორ კატეგორიას. საიტების გატეხვის ტექნიკა არის სხვადასხვანაირი. არის როგორც სკანირების პროგრამები სპეციალური, რომელიც სკანირებას უკეთებს კომპიუტერებს და სუსტ წერტილებს გამოავლენს შემდგომი შეტევებისთვის. არის აგრეთვე ტროას ცხენები, ასე ვთქვათ, ასე ვთქვათ, ტროას ცხენები, რომლებიც ესე იგი ხდება იმეილით ან სხვა რაღაც საშუალებებით გადაგზავნა კომპიუტერში და შემდეგ ეს კომპიუტერში ჯდება, ეშვება ეს პროგრამა, პატარა პროგრამაა ეს და შემდეგ ჰაკერს აწვდის ინფორმაციას ამ კომპიუტერში არსებული პაროლების და ამ შემდეგ შესახებ. არსებობს ბევრი მაქინაციები არსებობს და აღარ ვიცი, ახლა მაქინაციების ბევრი არსებობს და დაცვის მექანიზმებიც უკვე საკმაოდ სერიოზული და ბევრი არის და მიდის ასე ვთქვათ შეჯიბრება რა ვინ ვის აჯობებს და ვთქვათ რომელიღაც სერიოზული ფირმა აქვს რაღაც კომპიუტერული ქსელი ძალიან კარგად დაცული და აინტერესებს რამე ხო არ არის ამაში რაღაცა ისა სუსტი წერტილი. იქ ირავებს ეს ჰაკერს და აბსოლუტურად ლეგალურად ჰაკერი შეეცდება რომ ეს ქსელი გატეხოს. ამის შესახებ რა თქმა უნდა თანამშრომლებმა არაფერი არ იციან და აი ესე ვითომ ბოროტმოქმედია ეს ჰაკერი, ესე ტეხავს ქსელს და ამის შესახებ ფირმა იგებს რამე სუსტი წერტილები ხო არ არის ქსელში. იყო ეგეთი მომენტი რომ მოახდინეს რაღაც რამდენიმე წუთით მოახდინეს რომელიღაც სერიოზული ბანკის პარალიზება, საკმაოდ დიდი თანხა მოხსნეს, გადაირიცხეს თავის ანგარიშზე და რამდენიმე წუთის მერე ეს თანხა ისევ ზუსტად იმავე ანგარიშებზე უკან დააბრუნეს და ეს ითამაშეს იმაზე რომ ამ რამდენიმე წუთში რაც კი პროცენტი დაეწერა ამ თანხას, იმ თანხაზე ის თანხა ამ ანგარიშზე დარჩათ. როგორც ეს ჰაკერები არიან ძალიან კარგი პროგრამისტები, ეს პროფესიონალ ჰაკერებზე მაქვს ლაპარაკი. და მათი ინტერესი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი.
ნუ ძირითადი ალბათ არის მაინც ის რომ ნუ რაღაც თანხა მიიღონ ამასთან თავიანთი მოღვაწეობის ნუ რამდენიმე საშუალება არსებობს ამ მატერიალური ანაზღაურებისთვის არის როგორც ლეგალური ასევე არალეგალური საშუალებები მთელი ეს ბაზარი სავსე არის ამ არალიცენზირებული პროდუქციით პროგრამებს რაც შეეხება და ეს საკმაოდ თქვა ძვირად ღირებული პროგრამებია რომელიც თქვა რამდენიმე 1000 და ხანდახან 10000-ებიც კი იღის თქვა და შეიძლება თქვა 5 ლარად 6 ლარად 7 ლარად იყიდო ერთი დისკი რომელზეც წერია საკმაოდ ძვირად ღირებული პროგრამები და დიდი რაოდენობით თქვა რამდენიმე 10,000-ის ღირებულების პროგრამები ხო და ასე იყო. ეძებდნენ და ეძებდნენ. იძიებდნენ და იძიებდნენ კომპიუტერულ ჰაკერებს ცენტრალური და ფედერალური გამომძიებლები. ჰაკერები, ბატონო, ქუჩაში კი არ ყრიანო. კარგ სპეციალისტებს თუ მოესურვებათ, თეთრი სახლის კომპიუტერშიც შეუძლიათ შეღწევა. ყველაზე კარგად კიდე რუსები ჰაკერობენ და ჩინელების ვიწრო თვალებს რომ უყურებ შენ, კომპიუტერში ისინიც ფართოდ იხილებიანო. ხო და რომ მოინდობონ ამერიკა რო ამერიკაა, იმასაც თავდაყირა დააყენებენ. კარგ მთქმელს კარგი განგონი უნდა. ხო და ამისთანა ფანტაზიორებით ციხეში რატო ჩავსვათო? წვრილ თევზებს ჩვენ არ დავდებ. სხვილ ვეშაპებს კიდეც ვიპოვით, მოულით, უფრო მეცაც ვასწავლით და საჩვენოდ გამოვიყენებთ. ასე ფიქრობდნენ თურმე გამომძიებლები, ცენტრალურებიო და ფედერალურებიო. ხო და იმასაც ამბობენ, რომ ცენტრალურ და ფედერალურ ბიუროს ნახევარზე მეტი ძველი ჰაკერებით არის დაკომპლექტებულიო. აბა თუ თქვენ ერთხელ მაინც გაქვთ ჩართული 5 სახელად ტელევიზორი, ესე იგი სატელევიზიო ჰაკერებისგან აუცილებლად გაქვთ მიღებული ვირუსი სახელად ტელემანია. აბა